პირველი იანვრიდან საქართველოში პლასტიკის მოხმარების შემცირების მიზნით ახალი რეგულაცია ამოქმედდა. პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები და სასმლის მოსარევები ხმარებიდან იქნება ამოღებული. რეგულაცია არ ეხება პლასტმასისაგან დამზადებულ ერთჯერადი გამოყენების შესაფუთ ნაკეთობებს, რომლებიც განკუთვნილია დაფასოებული სურსათისთვის. დადგენილება გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს. 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის ნომერ 304 დადგენილებაში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სურსათთან შეხებაში მყოფი გარკვეული პლასმასის პროდუქტების იმპორტის, წარმოების და რეალიზაციის აკრძალვას. ეს პროდუქტები გახლავთ სურსათთან შეხებაში მყოფი დანები, ჩანგლები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან წარმოებული ჭიქები და კონტეინერები მათი თავსახურებით. გარდა ამისა, ასევე ამოქმედა ნორმა, რომლის თანახმადაც კვების ობიექტებს ექნებათ გარკვეული აკრძალვა, რომ სურსათი მიაწოდონ მომხმარებლებს პლასმასის კონტეინერებით და პლასმასის ჭიქებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არის გარკვეული გარდამავალი პერიოდი. თუ აიკრძალა იმპორტი და წარმოება, დაშვებულია 3 თვის განმავლობაში ბაზარზე უკვე განთავსებული დანების, ჩანგლების, კოვზების, მოსარევების, საწრუპების და პოლისტიროლისგან წარმოებული კონტეინერების და ჭიქების რეალიზაცია, იმისათვის რომ ის მარაგები ამოიყიდოს, რაც დღეს უკვე ბაზარზეა განთავსებული, ხოლო 3 თვე ექნებათ ამისთვის მეწარმეებს, ხოლო სხვა სახის პლასმასის ჭიქების და კონტეინერებით კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სურსათის მიწოდება შესაძლებელი იქნება დადგენილების ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ძალიან აქტიურად მოიხმარდით პლასმასისგან დამზადებულ ჭურჭელს და კვების ობიექტებზე ძალიან აქტიურად მიდიოდა მომხმარებლისთვის მსასურსათის მიწოდება სწორედ ასეთ ჭურჭელში. ძალიან დროული და მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ამ სხვადასხვა პროდუქტის აკრძალვა. გარდა იმ ზიანისა, რასაც პლასმასის ნარჩენი აყენებს გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც საკმაოდ მავნეა ის შესაძლო ქიმიური ნივთიერებები, რომელიც მიგრირებს სურსათში პლასმასისგან, ასევე მიკროპლასმასა, რომელიც აკუმულირდება ადამიანის ორგანიზმში და მისი გამოდევნა აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა, რასაც სწორედ ემსახურება აღნიშნული რეგულაცია.